ბენეფიციარებს ეტლები და სპეციალური სამაჯურები გადასცეს. ბენეფიციარები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ეხერხებენ, სამაჯურების საშუალებით განგაშის შეტყობინების გაგზავნას შეძლებენ. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია დახმარების ეროვნული ფონდი ახორციელებს. პროგრამის განხორციელებაში მედია ჯგუფია ჩართული. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დღეს ქედის გამგებელს შეხვდნენ და მარტოხელების მოვლის პროცესში გამგეობის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. არამობილური ხანდაზმულებისთვის შინ მოვლის სერვისის უზრუნველყოფა პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი ხანდაზმულთა ცხოვრების შეცვლა. პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ, ამ ყავს არავინ, თვითონ დამივლის, ისე თვითონ მარტო ცხოვრობა გაქვს. ხო და ასეთებ ქსოვ, კერავ, კარგავ, ბევრი დაქალი მყავს, მეგობარი მყავს და ყველას ვჩოქნი. დღეს ჩვენ დავასრულეთ ქედაში შინმოვლის პროგრამის ფარგლებში გადასაადგილებელი საშუალებების დარიგება და ამავდროულად დღეს ჩვენ ყავდა სტუმრად მედია ჯგუფი, რომლებიც ესწრებოდნენ ამ დარიგების პროცესს, შეისწავლეს ჩვენი ხანდაზმულების მდგომარეობა, ისინი აქტიურად არიან ჩართულები პროცესებში და ჩვენ სამომავლო გეგმების განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აქტიური მონაწილეობა. ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემების გამოფენა მოეწყო ბათუმში. Ходили 4 человека.